ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგა ვარ. საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები ხელმისაწვდომია როგორც Bloomberg-ის, ისე Intercontinental Exchange-ის პლატფორმებზე. უახლოეს პერიოდში მათი ძირითადი პარამეტრები ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც აისახება. ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც პირველია ისტორიაში, მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. სების განმარტებით ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა საერთაშორისო ბენჩმარკებზე დაყრდნობით შეაფასონ ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა და რისკ პარამეტრები. როგორც მარეგულირებელში ამბობენ, ინდექსების დანერგვა ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და მეორადი ბაზრის გაძლიერებას და საერთაშორისო ინვესტორთან დობის ზრდას შეუწყობს ხელს. უარყოფითიდან სტაბილურამდე მუცმა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა გაუმჯობესა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ანგარიში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. ასევე მუცის მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 5.9% იქნება, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ქართული საბანკო სექტორის რეიტინგი უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამის ძირითადი ფაქტორი იყო მაკროეკონომიკური ტენდენციები, კერძოდ ისინი ელოდებიან, რომ ეკონომიკური ზრდა 2026 და 27 წლებში იქნება დაახლოებით 5.5%. ზოგადად ასეთი შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საბანკო სექტორისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ინვესტორები და ბაზრის სხვა მონაწილეები სწორედ ამ რეიტინგის საფუძველზე განსაზღვრავენ მათ მოლოდინებს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი გაუმჯობესება დადებითად აისახება ბაზარზე, საპროცენტო განაკვეთებზე თუ საბანკო სექტორის მიერ გარე ბაზისგან მოზიდულ რესურსებზე. ისევ საბანკო თემით განვაგრძობთ გადაცემას. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი წლიურად 13%-ით გაიზარდა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 9 მილიონი ლარით 70 მილიარდამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით იურიდიული პირების დაკრედიტება შემცირებულია, თუმცა გაზრდილია შინამეურნეობების დაკრედიტება. რაც შეეხება დეპოზიტებს ბანკებში, 67 მილიარდ ლარამდე ანაბარია განთავსებული. ამ შემთხვევაში წლიური ზრდა წინა თვესთან შედარებით კი კლება. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7%-ს გადააჭარბა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი თითქმის 2.5%-ია. ტურიზმის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ახალი საგანმანათლებლო სამთვიანი პროგრამა იწყება. დამწყები გიდების გადამზადებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს. სასწავლო კურსი უფასოა, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს. პროგრამა მარტის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება კი შეუძლიათ გიდის პროფესიით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ერთ უცხო ენას და გიდის საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია 11 მარტამდე უნდა გაიარონ. ალბათ თქვენთვისაც უთხოვიათ საზღვარგარეთ ამანათის წაღება, ან თქვენ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში, როცა ვინმესთვის მიგიმართავთ ნივთის ან ნივთების წაღების თხოვნით. გადამზიდავმა კომპანიებმა ეს პროცესი გაადვილა, თუმცა ხანდახან არის ისეთი შემთხვევები, მომენტები, როდესაც სისწრაფე გადამწყვეტია. პირველად მსოფლიოში საერთაშორისო ამანათების გაგზავნა შესაძლებელი ხდება P2P მოდელით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ამანათის გამგზავნებს პირდაპირ აკავშირებს მოგზაურებთან, რომლებიც უკვე მიფრინავენ კონკრეტული მიმართულებით. ინოვაციური ქართული სტარტაპი ოდინი 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება. რას გულისხმობს სტარტაპის შეთავაზება და მოგზაურებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების რა შესაძლებლობას ქმნის. ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ოდინის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი რაზმაძე, რომელიც ეთერში გვიერთდება. მოგესალმებით ბატონ გიორგი და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით და მიესალმებით თქვენს მაყურებელს. განმარტებით დავიწყოთ, მე მოკლე მინიშნება გავაკეთე იმ შეთავაზებაზე, რასაც თქვენი სტარტაპი სთავაზობს მომხმარებლებს. მაინც კონკრეტულად რო გითხრათ, რას გულისხმობს ეს P2P შეთავაზება და რატომ დადგა დღის წესრიგში, რატომ დაიწყეთ ამაზე ფიქრი, ხო? რა პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ამ შეთავაზებამ ხელი? და გაამარტივოს რა პროცესი? როგორც აღნიშნეთ, დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ერთხელ მაინც შეხვედრიათ სოციალურ ქსელებზე ისეთი პოსტი,
რომელშიც ადამიანები ერთმანეთს თხოვენ, რომ აქედან ვინმე ხომ არ მოდის, აქედან ვინმე თუ მიდის, რაღაცას გაგატანთ, ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. გარდა ამისა, პრობლემური არის ის, რომ ადამიანები არიან ამ დროს დაუცველები, ეს მაინც ხდება, არ არის მხოლოდ საქართველოს, სადაც სოციალური ქსელებით ასე ეხმიანებიან ადამიანები ერთმანეთს, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა, ასე ხდება ევროპაშიც, ასე ხდება ამერიკაშიც. გარდა ამისა, ამ პრობლემის აღმოსაფხრელად და მეტად დაცულობისთვის შეიქმნა ოდინი და ასევე იმისთვის, რომ ტრადიციული საკურიერო სერვისები ძალიან მაღალ ფასს თავაზობენ, როდესაც სწრაფად უნდა ადამიანს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ნივთის გაგზავნა. მაღალი ფასია, ლოჯისტიკური პრობლემებია, არ აქვს მომხმარებელს საშუალება, რომ ლაივ რეჟიმში მიადევნოს თვალი კონკრეტულ ამანატს. სწორედ ამის დასარეგულირებლად და მეტი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ოდინი. ძალიან ბევრი მიმართულება ახსენეთ, ამიტომ ეტაპობრივად უნდა გავყვეთ და ყველა მიმართულებაში ჩავიდეთ ღრმად. მაგალითად, რითი განსხვავდება თქვენი შეთავაზება, განსხვავება რომ დაინახოს ახლა მაყურებელმა, რითი განსხვავდება თქვენი შეთავაზება ტრადიციული საკურიერო და ლოგისტიკური მომსახურებისგან? აი რა არის ის ძირითადი განმასხვავებელი? თქვენ აღნიშნეთ ფასი, აღნიშნეთ სისწრაფე, თუმცა ეს მაინც კიდევ უფრო ღრმად რო აგვიხსნათ. კი ბატონო, რეალურად ჩვენ ვაკავშირებთ, ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ორი მხარის. არ შეიძლება რაიმე იყოს იმაზე უფრო სწრაფი, ვიდრე ერთი ადამიანის, რომელსაც ნივთის გაგზავნა უნდა, ამ ადამიანის დაკავშირება ზუსტად იმ ადამიანთან, რომელიც უახლოეს მომავალში მიფრინავს ზუსტად იმავე მიმართულებით და აქვს თავისუფალი ადგილი ბარგში. და სურს ამ თავისუფალი ადგილის უტილიზებით გამოიმუშაოს თანხა. დავიწყოთ, გავაგრძელოთ ფასით. რა ხდება საფასო კატეგორიაში? აი მაგალითად, კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, ამსტერდამიდან 2 სამუშაო დღეში 1 კილოზე ნაკლები ნივთის გაგზავნა საქართველოში ჯდება 180 ევროს ეკვივალენტი ლარში. რაც საკმაოდ მაღალია. ეს რომ დაგვებალანსებია ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ ვადგენთ ფასს. თავაზობთ ორ საფასო კატეგორიას მომხმარებელს. პირველს ქვია სტანდარტული, ანუ ნივთის გამგზავნი თვითონ ადგენს სტანდარტს, ფასს, რისი გადახდაც უღირს კონკრეტული ნივთის A პუნქტიდან B პუნქტში გასაგზავნად. მეორე რაღაც დერეფანში ექცევა, ხო ეს ფასი? რაღაც კონკრეტული თანხიდან კონკრეტულ თანხამდე. განუსაზღვრელად ხო შეუძლია თვითონ დააწესოს თანხა? კი ბატონო, ქვედა და ზედა ლიმიტები არსებობს, მხოლოდ ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ. ყველაზე დაბალი ლიმიტი არის 50 ლარი, ხოლო ზედა ლიმიტი არის 3000 ლარი. ეს უბრალოდ რომ აი ამ AML-ის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. რაც შეეხება მეორეს, მეორე არის აუქციონი, როდესაც ნივთის გამგზავნას წარმოდგენა არ აქვს რა ღირს გაგზავნა, ნახა კონკრეტულ არსებულ ტრადიციულ საკურიერო სერვისებში ამის ფასი, მაგრამ არ მოწონს, იმიტომ რომ მაღალია, რეალურად ობიექტურად ძალიან მაღალია და დადო მისი კონკრეტული ნივთი აუქციონზე. ამ დროს ნებისმიერ იმ მოგზაურს, რომელიც ამ დროს მიემართება, ამ დროის მონაკვეთში მიემართება იგივე საწყის და სასრულ დანიშნულებაზე, ამოუვარდება ეს შეკვეთა და უკვე თვითონ შეუძლია დაბიდოს და გააკეთოს მისი შეთავაზება. საუკეთესო შეთავაზებას დაინახავს მომხმარებელი ძალიან ბევრი კატეგორია. ხო, გიორგი, გამგზავნი დაინახავს საუკეთესო შეთავაზებას და ამ შემთხვევაში ის არჩევს უკვე. კი ბატონო, ეს არ იქნება მხოლოდ ვარსკვლავებზე დაფუძნებული არჩევის მეთოდოლოგია. ამ დროს ადამიანი დაინახავს ზუსტ ჩასვლის დროს მოგზაურის, ასევე დაინახავს მის მიერ შესრულებულ რეისებს და ვარსკვლავებს, რაც უკვე ვთქვით. გარდა ამისა დაინახავს ამ კონკრეტულ მოგზაურს პირდაპირ ფრენა აქვს თუ აქვს ფრენა გადაჯდომით, იმიტომ რომ დამეთანხმებით არის ბევრი აეროპორტია ისეთი, რომელშიც ფრენები ხშირად იდება, გადაჯდომა შეიძლება გარკვეული პრობლემები ახდენს თავს, შეიძლება შუა ქვეყანაში მაგალითად ცუდი ამინდის პირობები იყოს, ამ ყველა ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით და მაქსიმალურად ინფორმირებულმა შეუძლია მომხმარებელმა რომ მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება.
გიორგი, ასევე ძალიან საინტერესოა მეორე მხრიდან რო შევხედოთ, ხო, ვინც არის წამღები. გამგზავნი ორი მოთამაშეა, გამგზავნი და წამღები. უსაფრთხოება, სანდოობა, ძალიან ბევრი რისკი და ისეთი ისტორია გვახსოვს ჩვენ, როდესაც თვითონ ტვირთი არ იყო უსაფრთხო და ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს როგორ არის გადაზღვეული თქვენი პლატფორმის შემთხვევაში? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ტვირთი, რომელსაც წაიღებს წამღები, ეს არ შეიცავს არანაირ რისკებს? კი ბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება ჩვენ ბიზნეს მოდელში. თავიდან ახსენეთ, რომ არსებობს ძალიან ხშირი მიმართვიანობა არსებობს სოციალურ ქსელებში, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ან რაღაც ჯგუფს თხოვს რაღაცა ნივთის წაღებას. ამ ყველაფრის დასაზღვევად შევქმნით ზუსტად და შევქმნით აპლიკაცია ოდინი და როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. აპლიკაციაში შემოსვლისას ძალიან მარტივად შეუძლია აპლიკაციაში შემოსვლა მომხმარებელს Apple-ის, Google-ის ან ჩვეულებრივი მეილის მეშვეობით, შეუძლია Facebook-იც გამოიყენოს. აპლიკაციაში შემოსვლის შემდგომ მომხმარებელს აქვს ორი ღილაკი. გაგზავნა ან წაღება, ანუ ერთ დღეს შეუძლია ადამიანმა გააგზავნოს რაღაც, ხოლო მეორე დღეს რაღაც მოგზაურობა, როდესაც აქვს დაგეგმილი, შეუძლია წაიღოს კონკრეტული ნივთი. ამ ვერც ერთ ფუნქციონალს მომხმარებელი ვერ გამოიყენებს მანამ სანამ არ გაივლის ჩვენ უმკაცრეს KYC ვერიფიკაციის პროცესს. რას გულისხმობს ეს ვერიფიკაციის პროცესი? პირველ რიგში მომხმარებელი გვაწვდის მის ფაქტობრივ საცხოვრებელს, ამის შემდგომ გადადის იდენტომატის ვერიფიკაციაზე და გადის სახის თვალის სკანერს. გარდა ამისა გვაწვდის მისი იდენტიფიცირების დოკუმენტაციას. ეს შეიძლება იყოს პასპორტი, ეს შეიძლება იყოს მართვის მოწმობა, ეს შეიძლება იყოს ID ბარათი. მხოლოდ ამის შემდგომ შეუძლია მომხმარებელს ნივთი ან გააგზავნოს ან წაიღოს. ეხლა რაც შეეხება შიგ თავს. აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ღია ამანათის ინსპექცია. ანუ მოგზაურმა აუცილებლად, როდესაც ნივთის გამგზავნი ნივთს აგზავნის, ის გვიტვირთავს ფოტოებს, გარშემოწერილობას, დაახლოებით წონას, ასე შემდეგ და არის სრულად ვერიფიცირებული როგორც მომხმარებელი. მოგზაური ვალდებულია ნივთის გამორთმევის მომენტში შეამოწმოს ეს კონკრეტული ნივთი. ეს ხო გარედან დაათვალიეროს თუ შეუძლია მას აქვს უფლება რომ გახსნას რადევს იმ კონკრეტულ ამანატში? ამანათი არის უნდა იყოს კონკრეტული ნივთი უნდა იყოს შეუფუთავ მდგომარეობაში. არ შეიძლება მისი შეფუთვა, თუ ეს შეფუთვა საჭიროებს, აუცილებელია მოგზაურის მხრიდან შემდეგ მოხდეს ამ კონკრეტული ნივთის გადაფუთვა. გასაგებია. ეს თქვენი აზრით არის თუ არა გარანტი სწორედ უსაფრთხოების, როგორც ფიქრობთ, არის ეს გარანტი და იქნება დაცული ორივე მხარე. ასევე საინტერესოა ისიც, სანამ დაგებშვიდობებით აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეს თქვენ აღნიშნეთ ამაზე, მინიშნება გააკეთეთ, რომ როდესაც არის გადაჯდომით ფრენა, არ არის პირდაპირი ავიამიმოსვლა, ამ დროს შეიძლება შუა ქვეყანაში გადაჯდომის დროს ტვირთი ან დაიკარგოს, ან შეფერხდეს, ან დააგვიანოს უბრალოდ. აქვს თუ არა მომხმარებელს გამგზავნს, ამ ტვირთის გამგზავნს შესაძლებლობა, რომ ადევნოს თვალი. თქვენი აპლიკაციის მეშვეობით, ტრეკინგი ეგრეთ წოდებული ხდება თუ არა? კი ბატონო, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით 24/7-ზე ხდება ამანათის ტრეკინგი. თავს ვანებებთ იმ ტრადიციულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ლინკების გამოგზავნას, რომელიც გვეუბნება მხოლოდ იმ ინფორმაციას გვაწვდის, რომელ საბაჟოში შევიდა და რომელი საბაჟო დატოვა კონკრეტულმა ნივთმა. ჩვენ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია 24/7-ზე მაშინაც კი, როდესაც მისი ნივთი ჰაერშია, მოახდინოს ამისი მონიტორინგი და გარდა ამისა, ასევე 24/7-ზე თუ რაიმე კითხვა გაუჩნდება, უშუალოდ მოგზაურთან დაამყაროს აპლიკაციის შიდა ჩატით კავშირი და ნებისმიერი კითხვა დაუსვას მოგზაურს. გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, როდისთვის ჩაეშვება? ჩვენ ვცდილობთ, რომ პირველი კვარტლის ბოლოს ჩაეშვას, ანუ დაახლოებით 1 თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის აპლიკაცია. ელოდებით, რომ დიდი იქნება ინტერესი პირველივე ეტაპზე? ვთვლით, რომ დიდი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი აპლიკაციის მიმართ. ხდება ახლა შიდა ტესტირება. ჩვენი სურვილია, რომ პირველი ტესტ-მარკეტი იყოს საქართველო, რადგანაც ქართული კომპანია ვართ და გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას ეს ჩანდეს.
ინტერესი არის ევროკავშირიდან, ამერიკიდან და ვიკვლევთ შესაძლებლობებს როგორ შეგვიძლია გავაფართოვოთ ბიზნესი დასტარტვის შემდგომ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით როგორ დაიწყებს და როგორ აიღებს სტარტს თქვენი ახალი შეთავაზება უკვე გლობალური მასშტაბით. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ოდინის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი რაზმაძე. მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას IT თემით. საქართველოში IT სექტორი სწრაფად ვითარდება, იზრდება კომპანიების რაოდენობა, ექსპორტი და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ კადრების დეფიციტი რჩება. ადგილობრივი ბაზარი მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიმართულებით. სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფონზე სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დაფინანსების პროგრამები გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშეუწყობს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული კადრების მომზადებას და ინდუსტრიის განვითარებასაც. ეს მხოლოდ დასაწყისი არის, თუმცა ამას ახლავს თავისი გამოწვევაც, რაც არის მუშახელის გამოწვევა და სწორედ ამიტომ ჩვენი საინვესტიციო პროგრამები, ეგრეთ წოდებული FDI გრანტი, ზუსტად ამას მოიცავს, როდესაც IT კომპანია შემოდის საქართველოში, მას აქვს საშუალება განცხადება შემოიტანოს და ის ხარჯები, რომელიც დახარჯავს მუშახელის ტრენინგზე, სპეციალისტების ტრენინგზე, აუნაზღაურდება ამ ხარჯების 15%. სწორედ ეს აქცენტი არის გაკეთებული, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სწრაფს ზდას სჭირდება სწრაფი მიწოდება მუშახელის. რა თქმა უნდა, ეს დეფიციტი იზრდება, არა იმიტომ რომ ხალხი არის პირიქით, იმიტომ რომ იზრდება მოთხოვნა, ბევრი კოლეჯი, რომელიც სახელმწიფოც აფინანსებს, უფასოდ შეგიძლია ისწავლოთ, ასევე არის მერის დაფინანსება, ასევე სხვადასხვა კერძო სკოლები არის, კურსები არის, ონლაინაც ძალიან ბევრი ისწავლება, უფასოდ YouTube-ზე შეგიძლიათ ისწავლოთ, ანუ ადამიანს სწავლოთ უნდა ისწავლის. დღეს არ ადგას პრობლემა პირიქით. კოლეჯები ჩართულები არიან, განათლების სამსო მუშაობს ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში. მეც მაქვს კონტაქტი განათლების სამსოდან, სადაც ვუყურებთ თუ რამდენიმე ადამიანმა მოინდომა და სურვილი გამოთქვა ისწავლდა, ეს იზრდება და იზრდება. ფულადი გზავნილების კომპანიების ბაზარი საქართველოში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კონკურენციისა და გაფართოების ახალ ეტაპს ქმნის. ამ ფონზე ფულადი გზავნილების კომპანია InexPay ახალ ბაზარზე გასვლას გეგმავს. მიმდინარე წლის ბოლომდე გადარიცხვებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყებს კომპანიის ინფორმაციით გადაწყვეტილება მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოდან ტრანზაქციები გააქტიურდა აზიური მიმართულებითაც. განსაკუთრებით გამოიკვეთა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი და ფილიპინები. ამ დროისთვის InexPay მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და გაფართოების პროცესსაც აგრძელებს. ცნობისთვის 2025 წლის განმავლობაში საქართველოში 3.6 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ჩვენი კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ჰოლდინგის წევრს, რომელშიც InexPay-სთან ერთად გაერთიანებულია Intel Express-ი. ჩვენ მოღვაწეობთ სოფლიოს უკვე 5-ზე მეტ ქვეყანაში საკუთარი ფილიალებით, კომპანიებით და ასე შემდეგ და ვაერთიანებთ ფულადი გზავნილების საკმაოდ დიდ ქსელს. მეტწილად წარმოდგენილი ვართ საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, მოლდოვაში და უფრო შორეული აზიის ქვეყნებში, როგორიც არის თქვათ ფილიპინები, ბანგლადეში და ასე შემდეგ. ასევე საკუთარი ოფისებით ვართ წარმოდგენილი საბერძნეთში, იტალიაში, ლონდონში, კვიპროსში და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia შემოსავალმა $68 მილიარდ მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპანიამ ფისკალური წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა მკვეთრი ნახტომი ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე, კერძოდ H100-ის და Blackwell-ის სერიის პროცესორებზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიის ხელმძღვანელის Jensen Huang's განცხადებით, ინდუსტრია გენერაციული AI-ის მასობრივი ათვისების ახალ ფაზაში შევიდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში Nvidia-ს აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა, რამაც დადებითი გავლენა NASDAQ-ის ინდექსზეც მოახდინა. ანალიტიკოსების პროგნოზით აღნიშნული მაჩვენებლები ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების ახალ ტალღას დაასტიმულირებს.
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის $71-ზე მეტად ივაჭრება, რაც ბოლო ერთთვიან მონაკვეთში თითქმის 5%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდას ტრადიციულად გეოპოლიტიკური რისკებით ხსნიან, რაც პირდაპირ უკავშირდება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულ ურთიერთობას და ორ მხარეს შორის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებს. ბაზარი აკვირდება ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შიშმა ენერგეტიკული ბაზრების შეარყია. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის პოტენციური გაჩაღება ნავთობის მიწოდებას პრობლემებს შეუქმნის, რაც მის ფასზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. ამიტომ ნავთობის კიდევ უფრო გაძვირების რისკები ისევ არსებობს. ლარის დროს მოვიდა, ვნახოთ როგორი იყო ბოლო ვაჭრობის შედეგები. ვალუტის კურსის წარმგენია კურსი G. ოფიციალური გაცვლითი კურსით $1 2.67 ღირს, ევრო 3.15 ლარი გაუფასურდა დოლართანაც და ევროსთანაც. ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები გაიმყარა რუსულ რუბლთან, ლირასთან კი გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. ერთი თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასიკი 3.57 ერთი აზერბაიჯანული მანათი $1.57 ღირს, 1000 სომხური დრამი $7.08 ლარი დრამთან გამყარდა, მანათთან კი გაუფასურდა. ვალუტის კურსის წარმგენია კურსი G. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით ორშაბათამდე თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.